კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო. კვორუმი გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 4 საკითხი, ის კანონპროექტები, რომელთა მესამე მოხსნით განხილვაც იგეგმება დაჩქარებული წესით. გთხოვთ რომ დაგვიდასტუროთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხით, ბატონო, აკაკ, გთხოვთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოვიდგენთ ცვლილებებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. განიცა და მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ რედაქციული ცვლილებები. მადლობა. მუხლი პირველი ხომ არ გაქვთ შენიშვნები? ასეთი არ არის, მუხლი მეორე ამოქმედების სალასთან დაკავშირებით შენიშვნები არ არის. მადლობა ბატონო. შემდეგი საკითხი ბატონი თორნიკე ჭეიშვილის გამოსატანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით. გმადლობთ ბატონო არჩილ. ბატონო კოლეგებო, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით ასევე დაჩქარებული წესით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს თამდევ პროექტებთან ერთად. მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან მოხდა ტექსტის რედაქციული დამუშავება, რომელიც არის თქვენ წინაშე წარმოდგენილი, ასევე გავაკეთებ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც მეორე მოსმენისთვის აღინიშნა და შესაბამისი დათქმით ეყარა კენჭი, ასევე წარმოდგენილ უკვე რედაქციაში არის ასახული ის ცვლილება, ის პუნქტი, რომელიც იქნა კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებული, გულისხმობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც შეეხება დეტალს საქართველოსდან გასვლის აკრძალვის აღსრულების ნიუანსებთან მიმართებით და როდესაც მივალთ ჩვენ შესაბამის კანონის პროექტზე ამის თაობაზე ფორმულირებას დეტალურად გაგაცნობთ. კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ დეტალური განხილვა, პირველი საპროცესო კოდექსში, ესე იგი, პირველ და მეორე მუხლში მხოლოდ და მხოლოდ როგორც აღნიშნე არის ტექნიკურ რედაქციული შესწორებები ასახული. მუხლი მეორე ასევე კი ბატონო. შენიშნები მოსაზრებები თუ არის ასეთი არ გახლავთ. შემდეგი კანონპროექტი ბატონო თორნიკე. ეს არის საქართველოს მოქალაქეების საქართველოსდან გასვლისა და საქართველოს შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილება და როგორც გითხარით, აი აქ არის სწორედ დამატებული ფორმულირება, ორ შემთხვევაში გახდა ეს საჭირო. ერთი არის მეათე მუხლთან მიმართებით, მეოთხე პუნქტის შემდეგ კანონს ემატება შემდეგი შინაარსის მეხუთე პუნქტი, ამას წავიკითხავ. რომ იყოს ყველასთვის გასაგები, ესე იგი ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ანალოგიური შინაარსის მუხლი უბრალოდ პუნქტი ემატება 22 მუხლსაც. ესე იგი შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი, საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით მოხდეს მთელი რიგი ტექნიკური, პროცედურული ნიუანსების მოწესრიგება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის, ასე ვთქვათ, საქართველოსდან გასვლის აკრძალვას. ფორმულირება? ესე იგი, ამ მუხლის მიზნებისთვის აქ ლაპარაკი არის დაუშვათ საქართველოსდან გასვლის აკრძალვის, ასე ვთქვათ, მუხლზე, ხომ? საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება შესაბამისად მინისტრების ერთობლივი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ეს არის როგორც გითხარით, უწყებებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე დამატებით ასახული ფორმულირება. მეორე მუხლი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. მადლობა. სხვა შეკითხვები ხომ არ არის? შენიშვნები? არ არის ასეთი. შემდეგ არის დანაშაულის პრევენციის, არასაბატონო საშუალო აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ რედაქციული შესწორებები განიცადა ტექსტმა. პირველ მუხლში, მეორე მუხლი უცვლელი სახით არის შემოთავაზებული. კი ბატონო, შენიშვნები მოსაზრებები არ გახლავთ. და ბოლოს, დიახ, ეს არის საავსტაბო წარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება.
აქაც პირველ მუხლში რამდენიმე მცირე რედაქციული შესწორება გაკეთდა, რა თქმა უნდა, შინაარსის უცვლელად, ხოლო მეორე მუხლი ამოქმედებასთან დაკავშირებით არის უცვლელი, ანუ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება როგორც ეს კანონის პროექტი და უკვე კანონი მიღების შემთხვევაში, ისე ამავე პაკეტში შემოვალი სხვა კანონები. მადლობა. ამით განხილულია საკითხი. ხო, ბატონო თორნიკე. დარჩენი ორი საკითხი ჩემი გამოცდილია. მომდევნო საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, ეს არის პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტები. განვიხილავთ მესამე მოსმენის წესით, ბატონი არჩილ გორდულაძე არის მოხსენებელი. ბატონ არჩილ, გისმენთ? გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია აღნიშნული ინიციატივის პრინციპები და შინაარსიც, აღარ გავამახვილებ ყურადღებას, აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია ასახული იურიდიულ დეპარტამენტთან შესაბამისი კონსულტაციებიდან გამომდინარე. კოლეგებო, თუ იქნება რედაქციული შენიშვნები, ბატონო თორნიკე, ვფიქრობ, რომ ჯობია მუხლობრივად გავყვეთ და კი ბატონო, პირველი მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებისა. როგორც მოგახსენებთ, მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. კი ბატონო, და მეორე მუხლი. აქ უცვლელად არის წარმოდგენილი. ამავე პაკეტში შემავალი ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის ასახული ტექსტში. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე გახლავთ. კომენტარები დარბაზიდან არ არის. შემდეგ ორგანული კანონის პროექტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. აქაც ანალოგიურად მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მეორე მუხლი ამოქმედების ვადებზე. ცვლილების გარეშე გახლავთ. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ ფიქსირდება. ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის შეტანილი. მეორე მუხლი. ანალოგიურად წარმოდგენილია მეორე მოსმენის მიღებული ტექსტი. კი ბატონო, და ამ პაკეტში შემავალი ბოლო პროექტი ეს არის საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი. მხოლოდ რედაქციულად დასუსტდა. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. კი ბატონო, შენიშვნები, მოსაზრებები რედაქციული ხასიათის არ ფიქსირდება. მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ მომდევნო საკითხზე. შემდეგი საკითხი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ასევე მესამე მოსმენით განვიხილავთ. როგორც მეორე მოსმენის განხილვის დროს პლანურსტომაზე იქნა დათმა გაკეთებული კონკრეტული ჩანაწერის 357 და 357 მუხლში და ასევე 353 ტერცია მუხლთან დაკავშირებით, ისევ და ისევ სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამისი კომპეტენტურ სამსახურებთან კონსულტაციების საფუძველზე აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების საჭიროებაც აღარ გახდა, აღარ არის მიზანშეწონილი, შესაბამისად მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილება არის ასახული შინაარსის სრულად უცვლელად. გასაგებია, მივყვეთ მუხლობრივად. ესე იგი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მუხლი. მოგახსენეთ უკვე კი ბატონო, მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. შენიშვნები, შეკითხვები, მოსაზრებები არ ფიქსირდება. მომდევნო ამავე პაკეტში შემავალი კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილებებია შესული პირველ მუხლში. შინაარსის უცვლელად. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე გახლავთ. შემდეგ მოდის ასევე კანონის პროექტები ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. რედაქციულად კონსტიტუციურად არის დაზუსტება მხოლოდ. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. კი ბატონო, შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. მხოლოდ რედაქციული ხასიათის დაზუსტება არის. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. და ტექნიკურად კიდევ ერთი ანალოგიური, ესე იგი, კანონის პროექტი გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აქაც მხოლოდ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი არის
რედაქციული მეორე ცვლილების გარეშე. დიახ. კი ბატონო, შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები დარბაზიდან არ არის. განხილულია, გმადლობთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივაც. კოლეგებო, შეგვიძლია ვუყაროთ კენჭი წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს, მივყვეთ რიგითობას. პირველი არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას თამდევ პროექტებთან ერთად. ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ მხარი? წინააღმდეგი? კი ბატონო, ერთხმად არის მხარდაჭერილი. რიგით მეორე პროექტი ეს არის ასევე საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება თანდევ პროექტებთან ერთად, რომელიც მე წარმოგიდგინეთ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? ერთხმად არის გადაწყვეტილება მიღებული. მესამე ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? მხარდაჭერილია. და ბოლოს ასევე პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილება. ვინ არის მომხრე, რომ იქნეს მხარდაჭერილი? წინააღმდეგ? არავინ. ესეც ერთხმად არის მხარდაჭერილი. კოლეგებო, დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია. კომიტეტის ხდომა შეიძლება დახურულად გამოვაცხადოთ. მადლობთ.